მეგობრებო, უნდა გაიგეთ ახლა გადავდოთ ცოტა ნეგატივი გვერდზე და გავიგოთ რა მოდის სასიხარულო თქვენ ცხოვრებაში. რა გაგახარებთ, რა სიურპრიზს უნდა ელოდოთ, სამყაროსგან იქნება თუ ადამიანებისგან მაქსიმალურად ვესტები გავიგო, საერთო გაშლა თუმცა ყველაფერი არ ეთქვა, მაგრამ პატარა იდენტიფიკაცია გავიგოთ თქვენი პერსონაჟის მიმზანდებით, რომ მიხვდეთ რამდენად ეს გაშლა იქნება თქვენთვის და რას უნდა ელოდოთ სასიხარულოს თუ შეატყობთ რომ თქვენზე იქნება ეს გაშლა, ლაიკები და კომენტარები და გაზიარებები არ დაგეზაროთ. მადლობა თქვენი ჩადებული ინფორმაციის კი არა და ენერგიისთვის. მე ხარ თქვენ რო გავიგოთ, რამდენად თქვენზე ეს გაშლა და თავისით ამოვარდა იმპერატორი. თუ არეო ამოდის პირველი კარტი, ეს არის მე-18 მაღალი არკანი მთვარე, რომელიც არის ძალიან პირველ რიგში რაც მომდის აზრად ეს არის რომ შეიძლება კიბორჩხალას წარმოადგენთ, იმიტომ რომ მთვარე მათი ფარველი პლანეტაა, არ არის გამორიცხული, ან ძალიან გრძნობიარე ადამიანი ხართ, ძალიან ზეეჭვიანი, ძალიან ზემესაკუთრე, ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში ახლა რა და როგორ არის, რა ხდება საერთოდ თქვენ თავს და რისი უნდა გჯეროდეთ და გჯეროდეთ თუ არა თქვენი პარტნიორული ურთიერთობების და საერთოდ ყველაფერს უყურებთ, აი ყველასი კი არა და არავისი არ გჯერათ. აი მაინც თქვენი რაღაცა ეჭვები გაქვთ, სულ რაღაცა არასანდო მდგომარეობაში ხართ, აი არენდობით ადამიანებს თითქოს შეიძლება თქვენი წარსული მდგომარეობიდან და წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ ადამიანებმა ბევრჯერ ქიღალატეს მამაკაცის კარტი ამოვიდა თასის მეფის, შეიძლება სიყვარულთან დაკავშირებით ადამიანებს არენდობით და სიყვარულის აღარ გჯერათ, ერთგვარი შეიძლება წარსული ჩავარდილი სიყვარულიდან გამომდინარე, თუ ზოგისთვის დანგრეული ოჯახიდან ყველას თქვენი გაქვთ, მაგრამ აი სიყვარულში უფრო ხართ ესეთი უნდობელი პიროვნება, პირველ რიგში ეს ამომდის. პაშტასი ამოდის აქ რაღაცა შეყვარებულობის მომენტი გაქვთ, ახალ სიყვარულზეა საუბარი პაჟით, ეს არის ახალი გრძნობა, რომელსაც ეხლა აი შეყვარებულობის მომენტი გაქვთ და ეხლა გრძნობთ ამ მომენტს, მაგრამ კიდევ მეორე მთვარესთან ერთად ბოლომდე არ გჯერათ არც თქვენი გრძნობის და არც თქვენი პარტნიორული მისი თქვენთან მიმართებაში გრძნობების, ცოტა ჩაკეტილ მდგომარეობაში გაჩვენებენ, ჩაკეტილი ურთიერთობისგან, შეიძლება ჩაკეტილი სხვასთან კონტაქტისგან და მაქსიმალურად ერთგულებას ავლენთ ამ ანუ მასთან თუ ვარ სხვა არავინ არ მინდა, სხვა ყველა დანარჩენისგან ხართ ჩაკეტილი, არც სოციალურ ქსელში მიწერ-მოწერა არ გაინტერესებთ, ვინმეს გაცნობა არ გაინტერესებთ, არავინ აბსოლუტურად არ გაინტერესებთ და კონტაქტებიც შეიძლება კონკრეტულად თქვენ პარტნიორთან მიმართებითაც ეხლა გაქვთ დაპაუზებული, არ გაქვთ კონტაქტი, არ გაქვთ შეხვედრები და ვერ ხედავთ საერთოდ რა და როგორ შეიძლება თვალები ახეული აქვს, რა და როგორ შეიძლება გამოსწორდეს ამ ურთიერთობაში პარტნიორს, თუ ვიტყვით გაშლა არის ორივე სქესისთვის, მეგობრებო, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ ხოლმე, როცა ვლაპარაკობ და მაშინ მოქმედებს ჩემი გაშლა, როცა რეკომენდაციებში ამოგივარდებათ ან ნახავთ. პარტნიორზე თუ ვიტყვი პარტნიორი არის იმპერატორი, შეიძლება თქვენი მეუღლეა ეს მამაკაცი და შორს არის უბრალოდ არ ვიცი, გაბრაზებული ხართ, მოლოდინის რეჟიმში ხართ, მისი აჩვენებენ სამი ანჟესლით და აი ელოდებით როგორც ეს გემი უნდა შემოვიდეს, ისე უნდა გამოხატოს თავისი მოქმედება, თავისი ნაბიჯები, რაღაცა სერიოზული გადადგას თქვენთან მიმართებაში, ან რაღაცა ყველას თქვენი გაქვთ, რაღაცა მომენტში მოლოდინის რეჟიმში ხართ აი ამ იმპერატორის, რომ მან უნდა რაღაცა გააკეთოს, ასე ვთქვათ, თქვენთან მიმართებაში. სხვა შემთხვევაში სხვებისთვის შეიძლება იყოს მამაკაცი დაოჯახებული და სხვა პარტნიორით ოფიციალურ ქორწინებაში, ვისთანაც თქვენ არ ხართ მეუღლე, ანუ ამის თქმა მინდა, იქნება ასეთი ნაწილიც, იმიტომ რომ იმპერატორი არის დაოჯახებული პიროვნება, თავის თავზე აღებული პასუხისმგებლობებით, შეიძლება შვილებიც აკავშირებს მას თავის მეუღლესთან. იმპერატორია და პასუხისმგებლობა, ასე ვთქვათ, გააზრებული აქვს ძალიან დიდი თავის ოჯახის და შვილების მიმართ, რა და როგორ ეკუთვნის მას რომ გააკეთოს და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს. ისე აკეთებს, როგორც მას უნდა, პარტნიორი შეიძლება წარმოადგენდეს ვერძის ნიშანს, მაგრამ აუცილებელი არ არის საერთო გაშლაში, რომ ყველა ვერძი იყოს. ასევე არის იმპერატორია მენეჯერების კარტი ხოლმე, შეიძლება უბრალოდ კარგ თანამდებობას იკავებს, მენეჯერის პოზიცია აქვს, რაღაცა ხელმძღვანელია, მე პატრონია, რაღაცა წონიანი თანამდებობა აქვს, ასე ვთქვათ.
სადაც მის განკარგულებებს ექვემდებარებიან როგორც ოჯახში, ასევე სამუშაო რეჟიმში. ასეთი იდენტიფიკაცია თქვენი და თქვენი პარტნიორისაც ამომივარდა, რატომღაც კალოდის ძირში იყო იმპერატორი. ყავთ ეს იმპერატორი, ანუ მარტო არ ხართ. სრულად რომ აი არავინ არ მყავს. დედამიწის ზურგზე ჩასაფიქრებელი ასე არ არის. თუ ატყობთ რომ თქვენია, წავედით გავიგოთ რა უახლოეს პერიოდში, მაქსიმუმი იყოს 1 თვის განმავლობაში პერიოდი, მაგრამ პერიოდი თქვენ თვითონ ჩაიფიქრეთ, თუ მაგალითად 1 კვირის ვარიანტი უფრო გაინტერესებთ, რამოდენიმე დღის თქვენ თვითონ ჩაიფიქრეთ, მაგრამ 1 თვეზე მეტი არ გაწელოთ, რა სასიხარულო მოდის თქვენ ცხოვრებაში. შეინახეთ და გააზიარეთ და შემდგომ კიდე დამიწერეთ. ეხლა დამიწერეთ კომენტარი ამ ვიდეოზე და შემდგომ რო ასრულდება შენახული რო გექნებათ, კიდევ დააკომენტარეთ რა დოზით ასრულდა და თქვენზე იყო ეს საერთო გაშლა. სასიხარულო რა მოდის? ესე იგი, სასიხარულო ის მოდის, რომ 4-იან ხმალი და 4-იან ჟეზლი არის კალოდის ძირში. რაღაცა პაუზა ურთიერთობაში, ვისთანაც გქონდათ, ვინც იყავით ასეთ მდგომარეობაში და ემოციურ ბალანსში იმყოფებოდით, შეიძლება ლოცულობდით თქვენ მთავარ მფარველ ანგელოზს მიმართავდით ხოლმე, რომ რაღაცნაირად აი ეს პიროვნება ჩემი წარსულიდან გადმომდინარე 6-იან თასით, ვისთანაც ემოციური კავშირი გაკავშირებდათ და რაღაცნაირი შეხვედრები გქონდათ, შეიძლება ბავშვობიდანაც მომდინარეობდა ეს კავშირი თქვენი და ეს ემოციური სფერო შეხებების ერთმანეთთან მიმართებაში და რაღაცა გაურკვეველი პაუზა იყო, რა მოხდება და როგორ მოხდება, რაღაცა არ იყო კონტაქტი, არ იყო შეხებები, არაფერი არ იყო და მაქსიმალურად ცდილობდით თითქოს რაღაცა თქვენი ემოციური ფონი დაგემშვიდებინათ, დაგეწყნარებინათ. ზოგი ლოცვით, ზოგი მედიტაციით, ზოგი მფარველ ანგელოზს მიმართავდით, ზოგი პირიქით თქვენ თავს რაღაცნაირად ცდილობდით დეპრესიაში არ ჩავარდნილიყავით. აი ეს პიროვნება 4-იან ჟეზლით რაღაცა სტაბილურობაზე გამოჩნდება, შეიძლება სახში მოგაკითხოთ, იმიტომ რომ 4 ფუძის კარტია, ეს არ არის გამორიცხული, სახში მოგაკითხოთ და ერთგვარი ზეიმი მოგიწყოთ მისი გამოჩენით თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება SMS-ი მიიღოთ სახში ყოფნის დროს, გაგიხარდეთ, ანუ ამის თქმა მინდა და არც ეს არ არის გამორიცხული, რაღაცა ერთგვარი გაშეშებული მომენტიდან რაღაცა დაიძრება და შედარებით გამოანათებს სტაბილურობას ერთგვარს შემოგთავაზებთ ეს თქვენი პარტნიორი, რომელიც დღემდე ვერ დაგივიწყებიათ და რაღაცა ემოციური კავშირი გაკავშირებთ მასთან. ეს შეიძლება იყოს კონკრეტულად თქვენ იმპერატორთან დაკავშირებითაც, რომ სახში რაღაცა სიახლით მოვიდეს, გაგახაროთ ერთგვარი დღესასწაული და სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ მისმა გამოჩენამ, მან თავად რაღაცა აი იმ გაურკვევლობის პასუხები გაგცეთ, რაზეც თქვენ კითხვები გქონდათ მასთან მიმართებაში, ყველას საერთო გაშლაში გეკნებათ თქვენი, მაგრამ ესეთი პიროვნებისგან სიხარულს ელოდეთ. კიდევ რას უნდა ელოდოთ? მოვასწროთ. სასიხარულოს უახლოეს მაქსიმუმ 1 თვის ვადებში თქვენ ცხოვრებაში. სიყვარული მოდის, თასები მოდის, იმდენი რომ ემოციები სხვა გექნებათ. ეს შეიძლება იყოს თქვენი ემოციურ დადებითი გრძნობები თქვენ პარტნიორთან მიმართებაში, ეს სიყვარული, ვისაც ელოდით, მისი გამოჩენა, 3-იან ჟეზლით ეს არის მოლოდინის კარტი. კარტი ეხებათ ჰაერისტიკის დედოფალი შეიძლება მოლოდინის რეჟიმში თქვენ ბრძანდებით შეიძლება ჰაერისტიკის დედოფალი არ არის გამორიცხული, ეს არის ტყუპების ასწორი და მერწყულის ნიშანი, მაგრამ ასევე შეიძლება ბრძანდებით ძალიან კარგად მენტალურად განვითარებული ქალბატონი ცივი, გრძნობების არ გამომჩენი, ძალიან კრიტიკოსიც კი რაღაც ნაწილისთვის, მაგრამ თავის ფასი რო იცის, თავის დრონს ბრძანდება და არავის თავს არ დაუხრის, ხმალი, ესე ვთქვათ, სულ ხელში აქვს, მზად აქვს, თუ ვინმე რამე გადაკლოს ისეც არ ეტყვის და არასწორად ეტყვის, თავს წააცლის სულხელას იქვე. ასევე შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი ეს ხმლის დედოფალი და ეს ჰაერისტიკის დედოფალი არ არის გამორიცხული, ვისაც ელოდებოდით და უხვი ემოციური ფონი გექნებათ ამ ადამიანისგან, ამ ადამიანზე, რა ფონი იქნება კიდევ სიყვარულის კარტია ტუსთასი, მაგრამ მაინც კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება შეიქმნეს რაღაცა და ამან შეიძლება ძალიან დიდი ემოციური ფონი შეგიქმნათ 10-იან ჟეზლით, რაღაცა რთულ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეთ, მაგრამ ენერგოცვლა საბოლოო ჯამში აღდგება აი ამ კონფლიქტის ესე ვთქვათ გადალახვით, რთული მომენტია, მაგრამ უნდა გადალახოთ, რაც მერე დააბალანსებს თქვენ შორის ურთიერთკავშირს, ენერგოცვლას და აი ამ დაკიდებული მსხვერპლის როლის სიტუაციიდან ხის მდგომარეობაში გადახვალთ. პრინცი და დედოფალი ჰაერის. შესაფერი სიცხვილი ხართ, მინდა გითხრათ. გაგახარებთ თქვენი პარტნიორი, მიიღეთ.